ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ახალი სახე გახლავთ მომღერალი და მოცეკვავე ლუკა ჭანიშვილი, რომელიც დღეს ჩვენ შოუში თავის უმშვენიერეს მეუღლესთან ერთად მოვიწვიეთ. გთხოვთ შეეგებოთ ლუკა ჭანიშვილი და ელენე ნაჭყებია. მოგზადით. ორი შემოლუკა. მოგესალმებით, ჩემო ელენე, ლუკა. ძალიან მიხარია, რომ დღეს მაქვს საშუალება, რომ იმასპინძლოთ ჩვენ შოუში, ბევრი რამ მინდა, რომ ერთად მოგილოცოთ. პირველ რიგში ელენეს მიულოცავ 8 მარტს. შენ, ჩემო ლუკა, ისევე როგორც ელენეს, მინდა მოგილოცოთ ჩვენი საერთო დიდი წარმატება, რომელიც ჩვენს წლევანდელ საიუბილეო კონცერტს იუმორინა 2025 ხვდაწილად და შენ როგორც დებიუტანტმა მართლაც განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურე და ეს მინდა მოგილოცო. ამ ყველაფერში ელენე გვერდში გედგა და შესაბამისად ეს ორივეთვის მოსალოცია და თქვენ სულ ცოტა ხნის წინათ სექტემბრის თვეში შევუღლდით, ასე რომ ახალგაზრდა ლამაზი ქართული ოჯახია ჩვენთან სტუმრად და თქვენთან ერთად მივესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მე მინდა მოგილოცოთ ახალი სტუდია და მეტი და მეტი წარმატების მომდანი ყოფილიყოს. ასევე მინდა მოგილოცოთ ეს აშლაგით ჩატარებელი ჩვენი 2025 წლის იუმორინა საიუბილეო და ნამდვილად ფურორი მოახდინა მაყურებელმაც იხილა ეს ყველაფერი და გაიხარე შემოვა. მართლა ძალიან ლამაზად შემოიტანე შენი წვლილი ამ ყველაფერში. შემოელენე, შენ მინდა კითხო. როგორ დაიწყო თქვენი სიახლოვე და როგორ ჩამოყალიბდა ეს თქვენი ულამაზესი წვლილი? პირველად დაიწყო სუხიშვილების კონცერტიდან. ანუ პირველად ერთმანეთი გავიცანით სუხიშვილების კონცერტზე. მაგრამ ამ კონცერტზე ლუკაც ეკავდა მხოლოდ, მე არა, მე ვიყავი მაყურებლის როლში და მათ გავიცანით კონცერტის ბოლოს, გავიცანით ერთმანეთი ჩვენ. მე უნდა დავამატო ეს ჩავეძიები. თაკარას სცენაზე ქონდა კონცერტი სუხიშვილის მოგეხსენებათ. კი, ვიცი. საფხულობით არის ხოლმე და მაყურებლის და მოცეკვავეს შორის არის ესეთი ჩვეულებრივი ძალიან ახლო დისტანცია არის და ჩვენ რომ გავდიოდით რეპეტიციას, გენერალურ რეპეტიციას, სანამ კონცერტი დაიწყებოდა, დავინახე რომ ვიღაც გოგო ამოდის თავის მასწავლებელთან ერთად, ამოდის და დაძდა იქ და ესწრება ამ ჩვენს რეპეტიციას და კაცო, აი ფილმებში როგორც ხდება ხოლმე რა, რომ ჩვენ გავდივართ რაღაც მოძრაობებში ვართ იმაში და ესე გავიხედეთ და აი ესეთი რეაქცია რომ ერთი ნახვით რომ მოდის ხო? აი მე მეთქი ეს ვინ არის და რაღაცა გავსწორდი, იმრია დავიწყე ცოტა ისეთი დაეთყო ახალგაზრდას რეაქცია. ბილეთების გაკეთება, რომ ცოტა ეფექტი მომეხდინა, რაღაცა თავი მომეწონებინა და ესე შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა. ხო, მე კონცერტის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი ზედაპირულად მე ლუკა ვარ, ელენე და ესე მოხდა და მე დავიშალეთ. ხო, 6 თვე აღარ მქონია კონტაქტი აღარ. ხო, ესე მოხდა. ცოტა მეტიც. შემდეგ ისეთი რაღაცა იყო, რომ რეპეტიციაზე მივდივარ ერთ საგამოს და შევდივარ ამ ეხა ელენეს ხო არ ველოდები, არც ვიცი საერთოდ რაღაც რაშვება, სადაა მოცეკვავე ეს არის ხო, ეს არ ვიცოდი საერთოდ და შევდივარ რეპეტიციაზე და შევაღე ეს კარი და გავიხედე და ნაცნობი სახია ძალიან. თან მეთქი საიდან მეცნობა ეხლა ეს გოგო საიდან მეცნობა და მეთქი აი ეს ის არის თაკარაზე რო გავიცანითქო ის გოგო და მეთქი ეს არის ბედითქო. ესე იგი რაც ძალი და ღონე მქონდა ყველანაირად ვინც კი ერთხელ შეხებია და დალაპარაკებია. კი, გადავწე ეგრევე სიჩქარეში და რაც ძალი და მქონდა ყველანაირად ვეცადე რომ რაღაცა სიახლოვე გამოვიდეს. მეგობარი, ყველა. ვინც კი ერთხელ მაინც დალაპარაკებია, ყველა მოუკრიბე მეთქი ელენესთან ესე და ესე მთელი ამბები რამენაირად გამაცანით ეს გოგო მეთქი ახლა და დამაახლოვეთ ხო და რაც თავარია ყველაფერი ესე ლამაზად დაგვირგვინდა და ღმერთმა გაბედნიერო დიდხანს და დიდხანს. აი მადლობა. ჩემო ლუკა და ელენე, რადგან ვახსენებთ ცეკვა და ორივენი მოცეკვავები ბრძანდებით, თან რადგანაც 8 მარტია და სიყვარულს უკავშირდება ეს ყველაფერი და ჩვენ ქართველებს გვაქვს ფანტასტიკური ცეკვა, რომელსაც ანალოგი არ აქვს სოფლიოში, ალბათ აი სატრფიალო ცეკვების მართლაც აი მწვერვალია, რასაც ცეკვა ქართულს უწოდებდა. აი ეს მინდა გთხოვოთ, ვიცი რომ თქვენს განსაკუთრებით გიყვარს, სპეციალურად მოგიმზადეთ მუსიკა და აი ახლა მინდა გთხოვე რომ აქვე აი ეს ცეკვა შევასრულოთ. დიდი სიამოვნებაა. აბა გთხოვთ.
მართლა ჩვენიერი იყო. მოდი ახლა გადავიდეთ სიმღერაზე, ჩემო ლუკა და მე ვიცი რომ თქვენ ცხოვრებაში არის ერთი გამორჩეული სიმღერა. ამ სიმღერას ახლა განსაკუთრებული როლი აქვს, ხო? თქვენ ურთიერთობაში რა თამაშები და მოდი შემძანე ლუკა ამის თაობაზე. ესე იგი, ჩვენ ამ სიმღერას უწოდებთ როგორც ჩვენი ქორწილის სიმღერას. ეს არის დათო არჩვაძის უმაგრესი ადამიანის, მუსიკოსის, მომღერლის და ეს სიმღერა აქვს დაწერილი ძალიან პატარა ასაკში, სადღაც 14-15 წლის, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. და მინდა რომ ეს სიმღერა შემოგთავაზოთ თქვენის ნებართვით. დიდი სეამნებით, ანუ ვიცი რომ ეთერში პირველად აჟღერდება და შენთვის ფაქტობრივად პრემიერაა, ხო? კი ბატონო. აბაგთხოვთ. მე სიყვარული მგონი ხარ, შენთან მოვდივარ ჩემო, რა სხვანაირი ყოფილა, შენი ტუჩების გემო, თვარეთ შენს ამბავს მიყვება, მეც უშენობას ვერ თამობ, შეხვედრის ხამე იწყება, ჩერდება ეს დრო. ვერ შეგელევი ვერასდროს, ოცნებასავით ერთო, რაღაც ისეთი მითხარი, რომ მოფერება შევძლო, ჩვენი შეხვედრის სამები, სიყვარულია მგონი, სხვა არაფერი არ მინდა, ოღონდ ჩვენ დავჩეთ ორანი. არ მომაცილო არასდროს, მაგ წამწამების ჩერო, ქვეყნად არავინ არ მახსოვს, შენ გეფერები ჩემო, მინდა რომ გული დაგითბო, ამ სიყვარულს რომ ვერ თამობს, უშენოდ აბა რა იყო ან რატომ ვერ თამობს. არ მომეფერო შორიდან, ოცნებასავით ერთო, დაუვიწყარი ყოფილა, შენი ტუჩების გემო, ჩვენი შეხვედრის სამები, სიყვარულია მგონი, სხვა არაფერი არ მინდა, ოღონდ ჩვენ დავჩეთ ორანი. არაფერი არ მინდა, ოღონდ ჩვენ დავჩეთ ორანი. დიდი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს და უმშვენიერეს სტუმრებს, ლუკა ჭანიშვილს და ელენე ნაჭყებიას. სიყვარული და ბედნიერებით სავსე ცხოვრება მინდა უსურვო მათ